დღეს უნდა ვესწროთ ერთ-ერთ ქალბატონს, შრომელ ადამიანს, პატიოსან ადამიანს, პრინციპულ ადამიანს, თინა სურგულაძეს, რომელიც ზანდალოში თითქმის ყველა იცნობს. ნახოთ, როგორი შეხვედრა გამოგვივა ქალბატონ თინასთან. ქალბატონი თინა რა თქმა უნდა ეგეგველოდება, გაფრთხილებული ყავდა და აი ვოლოდინის რეჟიმში ბრძანდება ქალბატონი თინა. ის ალბათ გახდათ საავადმყოფოში იწვოდა ამასულა. გამარჯობა ქალბატონო თინა, გამარჯობა. ბრძანდებოდე შეგეხოდა. იცოცხლე. მოგზანდი. როგორ ბრძანდები? არა უშავს, ცოცხალ ვარ. აჰა. შედარებით არა მიშავს. ძალიან დიდ ხანს მოგიწიათ ამ საავადმყოფოებში ყოფნა. მეიტანა ავადმყოფობამ თუ. ქალბატონო თინა. თქვენ რა თქმა უნდა გაგაფრთხილეთ და იცით ეს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მე ვაკეთებ ასაკოვან ადამიანებზე პატარა რეპორტაჟებს, მერე სოციალურ ქსელში ვახერხებ და რა ვიცი, დაარჩება ისტორიასაც, დაარჩება მეხსიერებაში ახალგაზრდებშიც ყველგან მოგიგონებენ, გაიხსენებენ რამდენიმე წლის მერეც და ახლაც მოგეფერებიან. და რა ვიცი. შეგი დავიწყო ჩვენი პატარა სიუჟეტის და ისტორიის მოყოლა. დავიწყოთ, არა უშავს. ქალბატონო თინა, როგორც ყველასთან მივდივარ, ყველას ვეფერები, ერთ-ერთი უკვე თქვენ დღეს თქვენთანაც მოვედიაგებ და შეგეკითხებით, ჩემი პირველი შეკითხვა არის, რომ მეკითხები რესპონდენტს რამდენი წლისა ბრძანდებით მეთქი და რამდენი წლისა ბრძანდებით ქალბატონო თინა? ვარ 84 წლისა. 84 წლისა ხარ? ოჩახ, კარგად გამოიყურებით, ღმერთს მადლობა, კიდევ კარგად ხართ და მე ვიცი, თქვენ საავადმყოფოში იყავით, გელოდებოდით, როდესაც ამობრძანდებოდით და უკვე ამობრძანდით და ღმერთით ყველაფერი კარგად იქნება. 84 წლისა ბრძანდებით. თქვენ მე ვიცი, ძალიან აქტიური ხალი ბრძანდებით და ბრძანდებოდით მთელი თქვენი ცხოვრება. და ყველა დეტალი, ყველა ნიუანსები გახსოვთ, მეხსიერებას არ ღალატოთ, მე ასე ვიცი და მე მინდა რომ მომიყვეთ თქვენი ის პატარა ისტორია, სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ, რამდენი დედმამიშვილი იყავით, აქ როგორ მოხვდით, რა ცხოვრების რა გზები გაიარეთ დღემდე რომ მოვიყვეთ ეს პატარა ისტორია. მაგრამ ცოტა ხმამაღლა თუ შეძლებთ, მე ვიცი რომ ცოტა ავად ბრძანდებით, მაგრამ მე დავიბადე სოფელ ზუბზუში, მახუნცეთის საბჭოში, ქედის რაიონში, თავადების ოჯახში, ყარაღა ბოლქვაძის ოჯახში. ვიყავთ 8 დედმამიშვილები, 6 და 2 ძმა. სკოლაში ვსწავლობდით საბიჭოების საშუალო სკოლაში. იმ სკოლაში მე-10 კლასში ვისწავლე, მივახციე და ვისწავლე ერთი თვე სკოლიდან კვირა დღეს წასული სკოლიდან ბათუმში წავედით დედაჩემის ძმისშვილების ერთად უნდა მეყიდა მასწავლებელმა გამაფრთხილა რომ სპორტული კეტები და შარულები იყიდეთ ისე არდიგიშვე ფიზკულტურაზეო. წავედით, ვიყიდეთ, მოვდიოდით სახში დედაჩემის ძმისშვილების ხელშეწყობით. გამაყოლეს ვიღაცა ბიჭი 10 ვიცოდი. მაგ ჩემმა ტაიაშვილებმა ამომიყვანეს დანდალოში დიდი ამბავი იყო და არ შემერიგენ 18 წელწად ნახევარს. როცა დედაჩემი ცუდად გახდა და წნევამ დაარტყა, მაშინ ჩამიყვანეს. მანამდე ვიყავ სამშობლოს კუთხიდან, ასე რომ თქვათ, უკმაყოფილო ჩემი დედმამიშვილებიდან ბოლოხანებში იარებოდნენ დები. ძმარ, ძალი ამ სტუმრები აღამიგათებით, დედაჩემის ჩამომჯდარი სკამი აგიმისტორებია და მდივანი ძალიან ცუდად ვიყავი ბევრჯერად, არც დედაჩემს შემოუღია ჩემთვის საავადმყოფოში და გინც სახში კარი.
ასე თუ ისე დავამთავრე ჩემი ახალგაზრდობის გზა. თეცა, ხალბატონო თინა, ესე იგი თქვენ აქ მოტაცებით წამოხვედით და არ შეგრიგებიათ თქვენი შობლები? რატომ? რატო? ჩუმად გამეუპარეთ ამ მიყვარეს. შვიდათ მანაჩი მე რა ახლა მე შვიდათ გამოიპარეთ მე რა მოხდა ამით? მე 10 კლასში ვისწავლე ერთი თვე. გატავანია, ნენესი ნაყიდი, ბრინჯი, შაქარი წამოღებული ბათუმიდან აქ ამევტანი სოფელ დანდალოში. ისმაილ სულგულაძის დახმარებით და ჩემი ქმარი ტაიაშვილები მავილე და აშუკას დახმარებით ამომიყვანეს აქ დიდი ამბები დააჩა მილიცია შვახევიდან ჩამომიყვანეს ხულოიდან და ერთ რამეში შემაცდინეს ის ქონებოდა ის თქვა და ეს გამბედაობა მე ვიცოდი შენი ძმები ამოსული არიან ქედაშიო მეუბნებიან რომ ამან კიდი სირცხვილი არ წამოვდეს ამან შემაცდინა და მაზლმა დაწერა განცხადება თუ იყო განცხადება არც ვიცოდი ზოლოხან ხელი მომაწერია მისი ხელ მოკიდებით მოაწერეს სახელი და გვარი და ფერე იმას წევდნენ მე დავჭი ამ სოფელ დანდალოში რომელიც არ მინდოდა სწავლა მინდოდა დემემთავრებიან სკოლა და საექსამენო და წევსულიყა ასე ნუ ეგ ისტორია უკვე ცოტა გულნატკენი ისტორია სავით ყვებით მაგრამ მოდი ახლა ეს გულნატკენობა იქით დავტიოთ ისტორიაში დავტიოთ და ახლა ყავს ამ წუთში ორი ვაჟიშვილი ყოლა სულ ხუთი შვილის პატრონი ვიყავ ორი პატარა გოგოები მომიგდე მე ორი ბიჭი და ერთი გოგო მყავს ბიჭები მყავს ამ წუთში ზაზა და გენადი უბედურმა შემთხვევა 33 წლის გოგო გამოასალმა სიცოცხლეს მიტარჩენილი მყავს მისგან ორი შვილები მყავს ხუთი მისი მათი ნამრავლებით 10 არიან თუ არ ვცდები ძალიან კარგი ზუბზუში თქვენი ბავშვობა გახსოვთ? ჩემი ბავშვობა მახსოვს დილას ჯოხ თამაშობდი ბურთ თამაშობდი უკუმალიას თამაშობდი კლასობანას თამაშობდი ბიჭებს ვაღორებდი ვამწვალებდი აქეთსო გამოთხოვდით? აქ რომ გამოვთხოვდი, ბევრი რამე არც ვიცოდი. ვერ ვაფერე ძილობა, მაგრამ ასე თუ ისე დედამთილი კარგი შემხდა. იმან ამომზადა რომ უნდა ისე მას რომ გულხარდებოდა. მეუღლეც ნამდვილად კაი შემხდა, მაგრამ გული მტკივოდა, იმიტომ რომ რატომ დანდალოში გამოვთხოვდი. დასვენებები არ გამოვუტევია ჩემთვის. ბაკურიანშიც დამასვენა, ლიბანშიც დავისვენე, ბორჯომშიც ყავდა ჩემი გაგზავნილი, ბეშუმშიც თითქმის 27 წელიწადი თანასთან ვიარე. გულში გაგვიარდა რაც აიყო და სირკი ჩამოვდოდა თეატრი, ამუშავებდა მაშინას, სიმიყვანდა ბათუმშიც მაყურებიებდა და რაღაცნაირად ვუტევდი დედამთილს. გული არ მტკივა მეუღლისაგან. ურმარილიანი კაცი იყო. ნამდვილად. ურმარილიანი კაცი იყო, სტუმართმოყვარე ვიყავ. მე მამაჩემის ოჯახიც სტუმართმოყვარე იყო. დედმამის შვილებიდან მე ვარ დარჩენილი ახლა ამ წუთში. ცოცხალი. რამდენი იყავით ესე იგი? 8. ვიდან ხარ დარჩენილი თქვენ? მე ვარ დარჩენილი. ძალიან სამწუხაროა. ხალბატონო თინა, მე რამე თქვენ ძალიან შრომელი ადამიანი ბრძანდებოდით და დღესაც რა თქმა უნდა ხართ, მაგრამ ახალგაზრდობაში უფრო შრომელი იყავით. რას აწარმოებდით, როგორი ცხოვრება გქონდათ? ახალ მოსულზეს ოჯახის გზალი ვიყავი და გასახლისობდი. 2 წლის შემდეგ გამხადეს მუშახელი. მომწეს 1700 მეტრო თუთუნის ნორმა. ამისათვის მე არ ვიცოდი თუთუნი როგორ ირგვებოდა,
თუთუნის რგვა ვერ მოაფერე, როცა აგრანომმა გამიარა, მან თვითონ მასწავლა, ხან ფოთლით დავგი, ხან ფესვებით დავგი. ჩავაბარე იმ წელწად, თან კრებაზე დამახასიათეს, ერთი სულ ცოტა 80 კაცის წინაშე დიდვანი რაიკომის ხალხი ესწრებოდნენ 14 კილო თამბაქო, მეტი ვერა. 14 კილო თამბაქო, მეტი ვერ ჩავაბარე, მაგრად მისაყრებურეს. მე იძულებული გავხდი და წავედი ექიმებში, ექიმებიდან მივდა ფიზიკური განთავისუფლების ხახალდი და აღარასოდეს არ მიშავია კოლექტივში. ვაწარმოებდი სახში პროდუქტებს, ჩემი ქმარის დახმარებით მაშინით მივქონდა პროდუქტი და იდით ბათუმში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბეშუმში ყველგან. ყველა წერტილი ერევანი ხანში ჩაცლამდე მოვლილი მაქვს. გული ამტკივა ცხოვრებისა, რაც ვიარე, ის შემჭა. მაგრამ ბოლო ხან ღმერთმა დამსაჯა, ვეღარ ვიარები, ავად გავხდი. ეს დასჭა არ არის ხალბატონო თინა ეს ბუნების გიგია რომ მოხუცებულობა, ავადმყოფობა, რა ვიცი. ასე და ამგვარად ასე ვარ. კიდევ რას გაიხსენებდით? რას გავიხსენებდი, მეტად ეს კოლექტივიდან იხსენით თავი და თქვენს კერძო საქმიანობას ეწევათ. კიდო იმას გავხსენებდი, კიდო დარჩა იმფერი მომენტი, გელაძე იყო თავმჯდომარე, ალიშანიძე სელიმ ეფენდი იყო ბრიგადირი, არძენაძე ხებიბ ეფენდი იყო პოლის ხელმძღვანელი თუ რა იყო არ ვიცი. იძულებული გახდნენ კოლექტივში ქახალდი მქონდა მიტანილი, მაგრამ მოვდნენ და ერთი ჩეთვერი ბაღჩა ჩამომიჭრეს. ჩავედი განათლებაში, ნაკაშიძე იყო ორცველი, მერტმა ჯენნეთი მიცეს, იმას ველაპარაკე ყველაფერი, ჩემ თვალწინ ეიღო ტრუბკა და ამათ დურება, რომ ასე გააკეთეთო. ამველი არ დაეგლიგეს სტოლბები, მეც ხელი აწვაკარე, მათი ხელით მათი დასრობილი სტოლბები მათ დავაგლეჯიე და თავმჯდომარემ გელაძემ გამეიცვალა ჩემს გამო, აღარ იმუშავა თავმჯდომარედ. ამფერი პრინციპით, ამფერი საქმეც გავაკეთე. ძალიან პრინციპული ხალი ბზარდებით, მე ეს ვიცი. ტკბილი არ მიყვარს, სიმართლე მიყვარს, თუ სათქმელია პირდაპირ თქმა მიყვარს. კი ბატონო, სამართლიანი ხალი ბზარდებით, ეს მე თელმა სოფელმა იცის. აი, სწავლაც ვიცი. მაგი არ გვინდა. აბა, ხალბატონო თინა, მე კიდევ მეორებ რომ თქვენ ენერგიული და ძალიან ისეთი ადამიანი ხართ, პრინციპული ადამიანი. ძალიან ენერგიული ადამიანი და თქვათ დრო დავაბრუნოთ უკან. ახლა ხართ 84 წლის, ხო? და ჩამოვიყვანოთ თქვენი დრო 20-25 წლისამ გახდეთ ახლა და რას გააკეთებდი რომ მაგალითად 20-25 წლისამ იყო? 25 წლისამ იყო. საუკეთესო გადაცემებს გავაკეთებდი, ვიშრომებდი, სამსახურს გამოუნახავდი, კაკ ბიჭსაც გამოუძევნიდი ჩემთვის. აი და ვისწავლიდი, მეტი რა შემეძლო აფილია. კი ბატონო, უფრო მაინც მე ვჯერ გითქმია შენ ადრეც რომ ეხლა ახალგაზრდა ვიყო, მე ვიცი რასაც გავაკეთებდიო. ხო, ვიყო გიკეთებია, მაგრამ ახლა აღარ ვაკეთებდი, ბევრ რამეს და დამჩა შორს. მე ოცნებები მქონდა და არ ვეშავასრულე. რა ოცნება მქონდა მაგალითად? რა ოცნება მქონდა საექტანო და მემთავრებიანა, მესწავლანა, პოლიზმის ერთი დავიყავ, ქორწილით უნდა გავთხოვებულიყავ, დებმა ჩუმად გეიპარეს. მე ჩემ ძმებს უღალატე დააშვილებმა დამმართეს ჩუმად მომცეს, მიმცეს სულგულატე ლევანს, რომელიც დღესაც რა დაგულიმტკივა უქორწილობის გამო. ქორწილი გინდოდათ? მე ვერ გადაიხადეთ ეს ქორწილი მე. ვერ გიდი მიხადეს. მე. მერე და ვერ გიდი მიხადეს ვერა სულგულაძიებმა.
აჰ ზეგი მიხარს ნატურული დაუჭი ქროპილი სოფელში რა სიტუაციაა მე მგონი სოფელი იცლება ვინმე აღარ ჩება სოფელში არა ყველა ოჯახში რასაც მიხვიდე სოფელი დაცლილია ახალგაზრდობა ვინმე არ არის თუ ვინც არის ავადმყოფები და მოხუცებლებიან ზოგისა მთლიანად დახვეულია კარები რომელიც კაი სოფელია მეც მაგიტომ ხარბატონთინა მეც მაგიტომ და ასე შევხედე სიტუაციას ახალგაზრდებს ვერ ვხედავდი და ყველგან მოხუცები იყო და მაშინ გამიჩნდა ეს იდეა რომ ასაკოვანი ადამიანები ჩამეწერა და ნამდვილად კაი მოგიფიქრებია კაია გასახსენებია ახალგაზრდობა არ არის ბავშვების ხმას ვერ გეიგონებ ერთი მეორეს გადაძახნის ხმას ვერ გეიგონებ ადრე ჟრიამული იყო ერთი მეორეს დუშტვენდნენ ერთ ამბავში იყვნენ და ახლა ძალიან მიმწყნარებული არის უმეტესობა უფრო როდ ახალგაზრდობა ყველა ბათუმში არის ნაკლებად არის მოხუცებულების სახლებში ბევრი გამოკეტილია სახლები რა ეშველება ამას რა ეშველება როგორ მოვაბრუნოთ ეს ახალგაზრდები ამას მეტყვი ვასწავლი ამისათვის იმსჯელოს და თავრობა იმსჯელოს და იმპერიაცხა სამსახურები რაცხა გამონახოს რომ ყველამ თავის სახლებში დაბრუნდეს და ადგილზე იყოს საწარმოებები რაცხა რომ ამოვდონ და იმუშაონ აქედან გადიან ბათუმში თურქეთში რაცხა რომ ფული იშოვნონ და ოჯახი დააკმაყოფილონ სხვა კიდევ რას გაიხსენებ სასიკეთო შენი ცხოვრებაში თუ რამე შეგიძლია გაიხსენო აი შენი სულ გულისტკივილებით ლაპარაკობ და გულისტკივილები გაქვს მაგრამ მე ახლა სხვანაირად შეგეკითხები რა გახსენდება ყველაზე კარგი და სასიამოვნო შენ ცხოვრებაში კარგი ცუდზე აღარ ვლაპარაკობ შენ თუ გაიხსენებ რამე შენ ცხოვრებაში კარგს კარგ მოვლენას კარგ დროს კარგ პერიოდს აქ დროს ქმარი და სასვენებლად გამაგზავნიდა თეატრში ციხე ბათუმში წამიყვანდა გულში გაგვიარდა თუ არა აქ წასვლა კაიაო წიგვიყვანდა რამეს არ მაკლებდა ყველაფერს ეგ თვითცაღა კი ბატონო კიდევ რამე შეგიძლია აი შენს მეხსიერებაში თუ ჩარჩა რაიმე სასიკეთო რაღაც მომენტი სასიკეთო ნუ რაღაც სასიამოვნო მეხსიერებაში დარჩა ისა შვილი არ მყავს ვაჟიშვილი ეს დამჭა მეხსიერებაში და მიმყდება ამის დარდი ეგ სასიამოვნო არ არის პირიქით შენთვის უფრო დარდი ჩემი არ არის შვილთა შვილებს ყავან თავარია ხომ არიან შვილები ახლა ბიჭი სასიამოვნო გოგო ერთეგივია ხომ რა მნიშვნელობა შვილია სასიამოვნო ჩემთვის იქნება კაი რომ ერთი გევიარო ჩემი ფეხით ამაზად და მივდე ვინცხასთან მისლადან სტუმრობა მინდა და მენატრება გამჯარვა სახში ჩემთვის იქნება სასიამოვნო მე კიდევ ასეთი შეკითხვას დაგისვამ მაშინ თქვენსავით ასაკოვანი ადამიანები მყავს ჩაწერილი ჩვენი სოფლელები ყველას იცნობ აბსოლუტურად მომგონი ზოგი ნანახი გაქვს ზოგი არ გაქვს ნანახი მაგრამ თქვენისთან ასაკოვანი ხალხი არიან 80 და ზევით რას ეტყოდით იმათ შენსთანა მეზობლებს რომელიც შენი ასაკის ადამიანები არიან რას ეტყოდით იცოცხლონ დიდხანს აი ხალხი არიან ვალიკო იყოს სამი იყოს ბევრინმეს ვიცნობ ღმერთმა აცოცხლონ კარგად ჯამთელად უსურვებს სიკეთეს და ბედნიერებას სიხარულს მათ სიცოცხლის მანძილზე აუ მაგას რაიმე გასაკეთებელი დაგჭა ცხოვრებაში რომელიც ვერ გააკეთე და ნანობ ნანო ერთი გენ შვილს გუკეთე ერთი სახლი და მეორე მინდოდა სახლის გაკეთება და ვერ მოასტარი მაგრამ ბიჭი არემონტებს და აახლებს საუკუნის სახლს კი ბატონო ნამდვილად ახლა სადაც ვიყოფებით ეს საუკუნის სახლია და რემონტდება და არემონტებს და აკეთებს კიდევ რაიმეს თქმა გინდა რაიმეს გვეტყოდი მინდა სიჯამთელეს პოვნა
ნამდვილად. მეზობლები ხალხი სანათესავო მენატრება ზოგმა შეძლო მოსვლა ზოგი ტელეფონით მელაპარაკება ძველებური სტუმრიანობა აღარ არის ხალბატონო თინა მანგონი ფინიშისკენ მივდივართ და მე მინდა შენ ახლა ბოლოს რომ თქვი მინდა ჯანმრთელობა და მინდა ხნეობაო ღმერთმა ეს სურვილი აგისურვოს და ღმერთმა თქვენი ფეხით თქვენი ამსმანით მეზობლებშიც გადასულიყავით და სანათესაოშიც და ავიც გისურვებ ჯანმრთელობას, ხნეობას, დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას. ასილარი შედეყევა შეპირებულ ეზოში გევიადი აბა დავამთავროთ მაშინ ხალბატონო თინა ჩვენი შეხვედრა, ჩვენი პატარა ჩანახატი და იმედია კიდევ რამდენიმე წლის მერე 16 წლის მერე შევხვდებით. კიდევ გავაკეთებთ. მე ყველას ასევე ვუბნები რომ 100 წლის იმაზე ავდივართ. ლევანობას და გადავიღებ. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგობა მოგცეს ღმერთმა, სულ ყველას ვუსურვებ კარგად ყოფნას, ჯანმრთელობას და მის ახალგაზრდობაში რამე არ მიიკლონ ყველაფრის სურვილი შეისრულო რომ არ ინანონ მემრო. მადლობთ. კარგად. კარგად.